სად არის ალუდა ქეთელაური? გამარჯობათ მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო ეძღვნება ალუდა ქეთელაურს და მის გარშემო დასმულ შეკითხვებს. მოკლედ, ყველამ კარგად იცით, რომ შარშან ნოემბერში, თუ სწორად მახსოვს, ხო, შარშან ნოემბერ-დეკემბრის მიჯნაზე სადღაც დავდეთ ალუდა ქეთელაურის, მე და კომპანია Rate11-მა დავდეთ ალუდა ქეთელაურის ტრეილერი და დავაანონსეთ, რომ ძალიან მალე იქნებოდა სრულმეტრაჟიანი ფილმის ანიმაცია. ამ ტრეილერის დადებიდან მოყოლებული შევამჩნიე, რომ თქვენს დაჰაიპდით, ინტრიგაში ჩავარდით, ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა და შესაბამისად აი სულ იყო კითხვები, რომ როდის იქნება და დღემდე, ანუ გასაგებია, რომ დაპირებული გვაქვს, ასე ვთქვათ. და დღემდე არსებობს ანუ ეს შეკითხვები, აი TikTok-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე, ტრეილერზე და ისე სხვა ვიდეოებზე, რომელიც ალუდა ქეთელაურს არ ეხება, აკომენტარებთ ხოლმე, რომ სად არის ალუდა ქეთელაური. ხო, დღეს შევეცდები, რომ ამ კითხვებს გავცე პასუხი, ამ ერთ დიდ კითხვას, თუ სად არის ალუდა ქეთელაური და იქნება თუ არა ეს ანიმაცია საბოლოოდ. და ამაზე არც ისე თქვენთვის სასიხარულო პასუხი მაქვს. ის კომპანია, სადაც მე ვმუშაობდი, Rate11, დაიხურა ფინანსური პრობლემების გამო, შესაბამისად დაიხურა ალუდა ქეთელაურის პროექტიც და სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ ალუდა ქეთელაური იმ სახით და იმ ვიზუალით და იმ ნახატებით, როგორც იყო, ვეღარ გაგრძელდება, დიდი ალბათობით. მე წამოვედი Rate11-დან და დღესდღეობით ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, ძალიან ბევრი ხა ნახავდით თუ რა სტარტაპი დავიწყე, ჩემი პროდუქტების გაყიდვა და ასე შემდეგ. და ახალი წლიდან რა თქმა უნდა მაქვს ახალი გეგმები. ეს პაუზა და როგორ თქვა, ეს მარცხი, ანუ არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ალუდა ქეთელაურზე საბოლოო ჯამში მის გაკეთებაზე ვიტყვი უარს. უბრალოდ ვერ შეგვირდებით ნამდვილად, რომ ეს იქნება იგივე ფორმატი და იგივე მასშტაბით, რაც უნდა ყოფილიყო. მაგალითად, გულისხმობ იმას, რომ ანუ დაგეგმილი მქონდა, რომ კინოგაქირავებაში გასულიყო, ფესტივალებზე და ასე შემდეგ. ეს იქნება უფრო Facebook-ისთვის და სრულმეტრაჟიანის ნაცვლად, სოციალური ქსელებისთვის და სრულმეტრაჟიანის ნაცვლად იქნება სერიებად დავყოფ და თავებად როგორც არის დაყოფილი თვითონ პოემა, ისე დავყოფ სერიებად. ყოველ შემთხვევაში შევეცდები რომ დავამტყიო მაგას და შემოგთავაზებთ. მაგრამ ამაზე ვერ გპირდებით ვერაფერს, როდის იქნება და პირველი სერია და მეორე სერია როდის დაიდება და როდის დაადგება ზოგადად საშველი, იმიტომ რომ აი წინაზე რომ დაგპირდით და ვერ გავაკეთე, მაგას აღარ გავიმეორებ ნამდვილად. ტყუილ მოლოდინებს არ შეგეგმით, ასე ვთქვათ. ხო, მოკლედ ეგ იყო რის თქმაც მინდოდა. ახალი წლიდან არ ვჩერდები, არც ახლა ვარ გაჩერებული და ბევრი გეგმა მაქვს. იანვარ-თებერვალში კიდევ ახალ ანიმაციას შემოგთავაზებთ, ვაჟას ერთ-ერთ მოთხრობაზე, რომელსაც ჯერ საიდუმლოდ დავტოვებ. და მოკლედ ამის თქმა მინდოდა, რომ ხო, ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რომ ტყუილად დაგაჰაიპეთ და ტყუილად ჩაგაგდეთ ინტრიგაში და რეალურად არაფერი არ გამოვიდა და ეხლა ბევრი ხალხს შეიძლება ამ ვიდეოს ვერ ნახავს და ნახავს ეხლა ტრეილერს და დამეკომენტარებს, რომ სად არის ალუდა ქეთელაური და იქნება ესე ტყუილად მოლოდინში. ესეც ძალიან დიდი ბოდიში მინდა რომ მოგიხადოთ. ეს ყველაფერიც, ეს პროცესები ჩემგან დამოუკიდებლად განვითარდა. და მოკლედ ალბათ საჭირო იყო ეს ყველაფერიც. მოკლედ ამის თქმა მინდოდა, გაგლო არ ჩერდება, უფრო წინ და წინ მივდივარ და ახალი იდეებით, ახალი პროექტებით და ასე შემდეგ. და ალუდა ქეთელაურს აუცილებლად იხილავთ ოღონდ განსხვავებული სახით და განსხვავებული ფორმატით. წინა როგორც ვახსენე, არ იქნება ეგ სრულმეტრაჟიანი ანიმაცია და ეგ იქნება უფრო სერიალი. მაგრამ არ ვიცი ჯერ როდის. დიდი მადლობა რომ მომისმინეთ და დროებით.